ნურავის დაამცირებინებ შენ სიჭაბუკეს. ეხლა ტიმოთეს ეუბნება, ახალგაზრდაა ტიმოთე, მაგრამ ჩვენს გვეკუთვნის, ჩვენ შეიძლება ყოველთვის გვითხრათ, კაცო შენ რა გესმის? გესმის, ან თუ ახალგაზრდა ხარ, ან ზოგადად შენ რა გესმის, შენ რა იცი? ნუ დაამცირებინებ, გვეუბნება. არამედ და როგორ არ დავამცირებინო რა, თავს ჩავარტყარ, ვეჩხუბო, აგრესია გამოყვა, არა. ნიმუშად ექმენ. რითი ვერ დაგამცირებს მოწინააღმდეგე? კაცო შენ ვინახარ. ნიმუში იყავი. ნიმუში, მორწმუნეთა ნიმუში. ტიმოთე მღვდელმთავარია და პირდაპირ ესე იგი ჩვენი სამღვდელო დავალებაა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ყველას გვეკუთვნის, ქრისტიანი ხარ, ეკლესიის წევრი ხარ, ნუ დაამცირებინებ ნურავის თავს. როგორ არ დაამცირებინო? და გეუბნება, ნიმუში იყავი. და რისი ნიმუში? და როგორი ნიმუში? სიტყვით. შენი სიტყვით ასლაპარაკ. ქცევით, ანუ ცხოვრების წესი და მანერით, სიყვარულით, სულით რა შინაგანი მდგომარე გექნება, სიწმინდით. აი ამით იყავი ნიმუში და როცა ესეთი ხარ, შესაბამისი ცხოვრება გაქვს, ხო? და ამით ქრისტეს გავხარ. მაშინ ეს ადვილად ვეღარ დაგამცირებენ. ეს რომ მოხდეს რა უნდა გააკეთო და მე კიდე ცხოვრების წესი გამუდმებით იკითხე. ანუ სუ ისწავლე, შეაგონე, სადაც საჭიროა, დამოძღვრე, სადაც საჭიროა, ნუ უგოლოებელს ყოფ. ეს უკვე პირდაპირ სამღვდელოებისთვის არის, მაგრამ ასევე თქვენთვისაც, ერისკაცებისთვის, რომლებიც ნათელღებული ხართ, მირონცხებული ხართ, მაზიარებელნი ხართ, თქვენში ქრისტია, თქვენში მადლია, ეკლესიის ორგანული ნაწილი ხართ და სულიერი მღვდლები ხართ. ნუ უგულვებელს ყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და ხუცესთა ხელდასხმით, ანუ სამღვდელო ხელდასხმით. რა თქმა უნდა ჩვენ, ნუ უგულვებელს ყოფ. ეს ნიჭი საშიში ნიჭია, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ სასულიერო პირებს, მაგრამ თქვენც ასევე, რამე თუ თქვენც ასევე ხელდასმული ხართ და თქვენი ხელდასხმა არის მირონცხება, რომელიც თქვენზე აღსრულებულია. მირონცხება არის ხელდასხმის ანალოგია. ადრე სანამ მირონის მოხარშვას დაიწყებდნენ, მოციქულები ხელს დაასხავდნენ. მერე უკვე რო გამრავლდა სარწმუნოება და მოციქულები და შემდგომში ეპისკოპოსები არ ყოფნიდათ, მირონს ხარშავდნენ, რომელზეც ეპისკოპოსები ლოცულობდნენ. ასევე თქვენს ხელდასხმულები ხართ და ნუ უგულებელს ყოფ ამ ხელდასხმას. ამაზე იზრუნე, ასე იყავი, რათა შენი წარმატება, აი ცრუ სიმდაბლის საწინააღმდეგო მოწოდებაა. ასე რაც ვისაუბრეთ, ხო? ამაზე იზრუნე, ასე იყავი, ანუ იცხოვე, რატო? რათა შენი წარმატება, ნახეთ, ცხად იქმნეს ყველასთვის. ცრუ სიმდაბლის საწინააღმდეგო, არა მე არ შემილია, მე ვინა ვარ, მე ცოდვილი ვარ, მე ნაგავი ვარ, და უადგილო ადგილას იყენებს ადამიანის სიმდაბლეს, მაშინ როდესაც სანთელივით უნდა ენტო და სანთელს არავინ არ მალავს ქვემოთ, ზემოთ უნდა ეთო, უნდა სახე ექმნე მორწმუნეთ, ანუ მაგალითი უნდა იყო ყველასთვის, შენი სიტყვით, შენი ქცევით, შენი სიყვარულით, შენი სულით, შენი რწმენით, შენი სიწმინდით, სამაგალითო უნდა იყო. და ვერაფრით ვერ გაიმართლებ ცრუ სიმდაბლით თავს, რომ იცი რა მე რა ქრისტიანი ვარ, არა ხარ. სიმდაბლე სხვა რამეა და ის რომ შენ ანათებდე და მარილი იყო, ეს ვალდებულებაა. გაუფრთხილდი შენ თავს და მოძღვრებას. აქაც მოძღვრებას, ანუ ქრისტიანულ მოძღვრებას. შენთან ერთად, შენ თავს უნდა გაუფრთხილდე, შენ ხარ მატარებელი, შენ ხარ მატარებელი მოძღვრებისა. მეც ვარ, ისიც არის, მაგრამ ნახეთ, ერთი ადამიანი რო დარჩეს დედამიწაზე, რომელიც ქრისტეს მოძღვრების მატარებელი იქნება, ეკლესია კიდევ არსებობს. და ჩვენ გვაქვს ვალდებულება მეორედ მოსვლამდე ეკლესია შევინახოთ. ჩვენ ვატარებთ ამ მოძღვრებას საკუთარ თავში, ამიტომ ჩვენ თავს უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მოძღვრების მატარებელი ვართ. დამკვიდრდი მათში, აი ამ მოძღვრებაში, რადგან ამით თავსაც აცხოვნებ და შენს მსმენელსაც. ანუ ჩვენ შემხედვარეს. აი ნახეთ, ერთი ნაწილი წმინდა წერილისა, ცოტა სახარებიდან, ცოტა სამოციქულოდან და როგორ პასუხისგებლობით გვტვირთავს და როგორ мотивაციას იძლევა და ბიძგს კიდევ ერთხელ, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება ჩვენ, როგორ ბიძგს და мотивაციას იძლევა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ. მადლობა უფალს ამისათვის, რომ ასე გვაფხიზლებს, მოძღვრავს და გვაძლევს ძალას და ენერგიას, რომ გავაგრძელოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება, სანამ პირში სული გვიდგას და მერე მარადისობაში. ამინ.